მართად სოლიდარობის აქციამ სოლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. Დღევანდელი აქციის სლოვით ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, ხელისუფლებას და მოვუწოდებთ მათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის და პატივისცემის მხარდაჭერისკენ და უფლებამოსილების ახსნებისკენ. მართლობას დაიკიცა გარკვეული ვალდებულებები სამოქმედო გეგმის მიხედვით ეს 2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმა და სამწუხაროდ ეს კანონები მხოლოდ რჩება ქაღალდზე და დღეს რეალური ცვლილება ძალიან მცირე შეიძლება იყოს ხოლმე კანონის მიმართულებით, ხოლო გარემოში და თვითონ დამოკიდებულებები სამწუხაროდ არ არის შეცვლილი. იგივე მეორდება, რაც მეორდებოდა წლების განმავლობაში და აბსოლუტურად უგულებელ ყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და საჭიროებები საზოგადოებრივი ცხოვრების სამართლის სფეროში და თითქმის უმრავლეს სფეროში. რეალურად ჩვენ ვაწყდებით პანდუსების პრობლემებს, თუნდაც ტროტუარში და თუნდაც შენობა ნაგებობაში შეუხსევადია. ჯერ ერთი ქალაქის შიგნით პანდუსები და ასეთი ავტობუსები არ მოძრაობს. მეორე არ არის მაგის პირობები აქ ტროტუარს თუ გინდა ტროტუარები ავიღოთ და იმოძრავა. გარო თავისუფლად გადაადგილდეთ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული და ჩვენ არ დავიშურებთ ხალხს იმისათვის რომ მათი უფლებები იყოს დაცული. ეს იქნება დაკავშირებული კონკრეტულ სოციალურ პროექტთან დაკავშირებით თუ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. იგივე პანდუსების რეაბილიტაცია და მშენებლობა იგივე და სხვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები. და დასაქმების საკითხი ყველაზე აქტუალურია საქართველოში, ჩვენთან რეგიონში და ჩვენს ქალაქში და ჩვენ გეგმავთ სხვადასხვა პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობას. ბიუჯეტში განსაზღვრულია სპეციალურ მულში მათთან კონკრეტულად უკვე ძალიან ისეთი აქტუალური პროექტებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობა და შედეგად შესაძლებელი იქნება დასაქმებაც და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები.